ვერტიგო ეს არის ცრუს შეგრძნება, რომელსაც თავად ადამიანი მის გარშემო საგნებიან ორივე ერთად მოძრაობს ან ბრუნავს, ასეთი წარმოდგენა აქვს ადამიანს. ამას ხშირად ახლავს თან გულისრევა წონასწორობის დაკარგვა. ვერტიგო შეიძლება რამდენიმე წამი ან საათი გაგრძელდეს, შეიძლება დღეც კი გაგრძელდეს. პაციენტები ხშირად შვებას გრძნობენ დაწოლისას, წყნარად ჩრდომისას, თუმცა შეგრძნება შესაძლოა სრულად გაუძრევლად ყოფნის დროსაც ვლინდებოდეს. ვერტიგოს გამომწვევი მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ნიუ-ჰოსპიტალსის ნევროლოგი ხათუნა სიჯინავა. მოგესალმებით გამარჯობა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოდით ახლა თქვენ აგვიხსენით, რას ნიშნავს ვერტიგო და შეიძლება რაღაცა სხვადასხვა მიმართულებები რამდენად შეიძლება მას ჰქონდეს. შეიძლება იყოს თავბრუსხოვის გარეშე მხოლოდ გულისრევის შეგრძნებაც, აი რა დონეები და რა მიმართულებები. ჩემ გარშემო რაღაცება მოძრაობა დაიწყოს, გული გამისკდება ალბათ. ძალიან მიხარია რომ ახლა გამომარტავთ რა არის ვერტიგო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება. და ვერტიგო ეს არის თავბრუსხოვა, რომელიც ადამიანის მიერ აღიქმება როგორც საკუთარი სხეულის ან გარშემო მყოფი საგნების, ან ორივესი ტრიალის შეგრძნება. ამის შედეგად ის კარგავს ბალანსს და უჭირს მზერის ფიქსაცია გარკვეულ საგნებზე. ვერტიგო ეს ჭეშმარიტი თავბრუსხოვა შეიძლება განვასხვაოთ სხვა ტიპის თავბრუსხოვებისგან, რომელსაც სამედიცინო ქართულ ლიტერატურაში უბრალოდ თავბრუს ეძახიან. ეს შეგრძნება განსხვავებულია და არასპეციფიური თავბრუსხოვაა და წარმოდგენილია ესეთი შეგრძნებებით, როდესაც აი მაგალითად პაციენტი ამბობს, რომ თავში სიცარიელი შეგრძნება აქვს, ან შეიძლება ბალანსის დაცვაც უჭირდეს და გაბრუების შეგრძნებას აღწერდეს. შეიძლება ამბობდეს, რომ აი რაღაცა გულის წასვლის წინამდგომარეობა. უჰაერობის შეგრძნება. ესეთი ტიპის არასპეციფიური თავბრუსხოვა განსხვავდება ვერტიგოსგან, რა თქმა უნდა. ხო, ანუ ესე იგი, აქამდე მივალთ ალბათ სიმპტომატიკამდე რითი უნდა განვასხვაოთ, თუმცა მანამდე საინტერესო არის აი ვერტიგოს კონკრეტულად ვერტიგოს სიმპტომატიკაზე ვისაუბროთ და დავუშვათ გამომწვევი მიზეზები თუ ახლავს ამას. აი შეიძლება უცბად დაიწყოს, შეიძლება ეს იყოს კავშირი ან სქესთან, ან ასაკთან, რასთან შეიძლება მეტნაკლები კავშირების პოვნა. უფრო ხშირად ვერტიგო უცბად იწყება. ვერტიგოს გამომწვევი მიზეზი შეიძლება რამოდენიმე იყოს და ყველაზე უფრო ხშირი გამომწვევი მიზეზი არის კეთილთვისებიანი პოზიციური ვერტიგო, ანუ კეთილთვისებიანი პოზიციური თავბრუსხოვა. ესეც ახსნათ მაინც. oi, ავთვისებიანი არის. რას ნიშნავს? თავის თვისობრივად თვისობრივად გასაგებია. მაინც ვაზუსტებ. მისი მიზეზი არის შუა ყურის აპარატში არსებული კალციუმის კარბონატის პატარა კრისტალების მიგრაცია. ზოგადად ეს კალციუმის კრისტალები მოთავსებული არის შუა ყურის ისეთ სტრუქტურაში, რომელიც ძვლოვანი სტრუქტურაა. და მისი ეს პატარა კრისტალები, რომელსაც ოტოკონიები ეწოდება, ფიქსირებულ მდგომარეობაშია. გარკვეულ შემთხვევებში, რომელსაც ზოგჯერ ასაკი განაპირობებს, ზოგჯერ დ-ვიტამინის ნაკლებობა ან კალციუმის ცვლის დარღვევა, ეს პაწაწინა კრისტალები მოწყდება ამ თავის ჩვეულ ადგილას და გადაინაცვლებს ლაბირინთში. ლაბირინთი ასევე შუაყურის სტრუქტურაა, რომელიც წონასწორობაზე არის პასუხისმგებელი და შედგება სამი არხისგან, სამი რკალოვანი არხისგან. ეს რკალოვანი არხები წრიული არხები უფრო სწორედ. ეს წრიული არხები წარმოდგენილია როგორც სიტყვა გვაჩვენებს არხებისგან, რკალებისგან, რომელიც შედგება შიგნით მოთავსებული ბლანტი სითხისგან, მას ენდოლიმფა ეწოდება. და კედელზე მოთავსებულია წამწამების მსგავსი პატარა წარმონაქმნები, სენსორები, რომლებიც აღიქვამენ ამ ენდოლიმფის მოძრაობას. ენდოლიმფა მოძრაობს თავის პოზიციის შეცვლასთან დაკავშირებით. და ადამიანის ბალანსის დაცვას აი ეს კრისტალი შეიძლება დაბრუნდეს თავისით. ამას გარკვეული მოძრაობა სჭირდება, ექიმის ჩართულობა სჭირდება და სანამ არ დაბრუნდება რა შეგრძნებას იწყებს. აქვე აღნიშნავ მაგას, რომ საკმაოდ რთული პროცესი ყოფილა, ეგ არ ვიცი რამდენად დაბრუნება ქვია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ბალანსის აღდგენა საკმაოდ ჩემი ოჯახის წევრს ესეთი ტრავმა ჰქონდა მცირედი საბედნიეროდ თავზე, მაგრამ აი ზუსტად მაშინ გავიგე ამ კრისტალების არსებობის შესახებ და საკმაოდ რთული ამბავი ყოფილა მაგის წყობაში დაბრუნება. ამაზე რა სიტყვით?
დიახ, ეს კრისტალები თავისი მოწყვეტის დროს წარმოქმნის ამ უსიამოვნო შეგრძნებას, ვერტიკოს, რომლის გამოც ადამიანს უჭირს ბალანსის დაცვა და მზერის ფიქსაცია საგნებზე. ეს უფრო ხშირად, როგორც მოგეხსენებათ, კეთილთვისებიანი პოზიციური თავბრუსხვევის დროს ვითარდება. საერთოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი წლის განმავლობაში 3 მილიონამდე მიმართვა emergency service-ში ჩივილით თავბრუსხვევაზე და აქედან სხვა მონაცემებით 17-დან 50%-მდე ეს არის კეთილთვისებიანი პოზიციური ვერტიკო. როგორც გითხარით, ამ ძვლოვანი ნაწილიდან შუაყურის ეს კრისტალები გარდაინაცვლებს ამ რკალოვან არხებში და იწვევს ძირითადად ცალყურში ხდება რა თქმა უნდა და იწვევს შეგრძნებას მეორე ყურსთან დისბალანსის გამო რომ თითქოს სხეული მოძრაობს თავის მოძრაობის შესვლასთან დაკავშირებით. ეს წარმოშობს ამ ბალანსის დარღვევას და სიამოვნო და ესეც ალბათ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ქალბატონ ხაცუნა ნებისმიერ პოზიციაში შეიძლება წოლის დროს, ძილის დროს, როგორ დროს შეიძლება ეს გაჩნდეს. უფრო ხშირად ეს საწოლში გადაბრუნების დროს ხდება. და უცებ წარმოდგომის დროს და ძირითადი ჩივილით როცა მოგმართავენ პაციენტები ამბობენ რომ აი საწოლში წარმოდგომის დროს დამემართა ან გადაუბრუნდი და დამემართა. თან უნდა ახსნათ ეგ ამას უნდა დავადოთ ის რომ ეს მხოლოდ საგნების დისბალანს, საგნების მოძრაობას კი არა, ანუ გაცილებით ძიმე ფორმა შეიძლება გქონდეს. ხო, აი მე მინახავს ადამიანი, რომელიც მოუწყვეტი ადგილიდან წაქცეულა ვერტიკალურად, იმიტომ რომ ეგონა რომ აი მის გარშემო ამდე რა ფაზამდე შეიძლება. იმდენად ძლიერი და უსიამოვნო შეგრძნებაა, რომ შეიძლება ბალანსი დაურღვიოს ადამიანს და ფიზიკური ტრავმას მიიღოს. ასეთ დროს სანამ ექიმთან მივალთ, რა თქმა უნდა, ყველა მიხვდება, რომ შემდეგი ნაბიჯი ექიმთან ვიზიტია, რომ ამ ყველაფერს უშველოს. ადგილზე რამ შეიძლება გვიშველოს? გარკვეულმა მოძრაობამ წოლა ამ რას შეიძლება უფრო მეტი ძალა ქონდეს იმისთვის რომ ეს დისკომფორტი მოიხსნას. ჯობია რომ დავიცვათ სიმშვიდე და სხეულის ნორმალური ბალანსი და გარკვეულად პრევენციაც მოვახდინოთ ამისი რომ ისევ არ გამეორდეს ესეთი ცუდის შეგრძნება. და შემდეგ უკვე მივდივართ ექიმთან. როგორ იწყება ქალბატონ ხაცუნა ეს ყველაფერი? წინა პერიოდი, მოსამზადებელი პერიოდი, რაღაც უფრო მსუბუქი შეგრძნებები, რაც შეიძლება გამოეპაროს ადამიანს, მაგრამ გვირჩევთ რომ იყოს საყურადღებო და არ მივიდეთ ამ არასასიამოვნო შეგრძნებამდე და პრევენციით დავიცვათ თავი ამ გართულებას. კეთილთვისებიან პოზიციურ თავბრუსხვევაზე ვსაუბრობთ, ამას წინასწარი შეგრძნებები თან არ ახლავს. ეს არის სწრაფად უცებ აღმოცენებული ასეთი ტიპის თავბრუსხვევა, რომელსაც გარკვეულწილად შეიძლება პრევენციული ღონისძიებებიც იგულისხმებოდეს ამაში, მაგალითად კალციუმის ცვლის მოწესრიგება, D ვიტამინის მიღება. შესაძლებელია ვერტიკო აღმოცენდეს აი მოძრაობის დაწყებისას, აი მაგალითად მგზავრობისასაც შეიძლება აღმოცენდეს. ამ შემთხვევაში შეიძლება, როცა ვიცით, რომ ვესტიბულური სისუსტე აქვს პაციენტს, გაუფრთხილდეს, ვთქვათ, მგზავრობის დროს გარკვეულ პოზიციას მუდმივად გვერდით ყურებას. ჯობია, რომ წინ იყურებოდეს და ჰორიზონტს უყურებდეს. აი ეს მგზავრობის დისკომფორტზე გკითხავთ, თუ შეიძლება ეს რა ეტაპია, იმიტომ რომ ის რაც ბავშვობა გქონდა ხოლმე და გაზრდასთან ერთად გადავლახეთ, რაღაც ასაკის მერე შეიძლება ისევ დაბრუნდეს, რომ ადამიანს მანქანაში შტომის დროს აქვს მკვეთრი დისკომფორტები. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა ამ პრობლემის. დიახ, ამ შემთხვევაში მე არ ვიტყვი, რომ ეს კალციუმის მარილების მიგრაციასთან არის დაკავშირებული, მაგრამ გარკვეული ვესტიბულური სისუსტე, როდესაც აქვს ადამიანს, შეიძლება ესეთი მგზავრობის დროს, მოძრაობის დაწყებისას, ასე ვთქვათ, გემით მგზავრობის დროს შეიძლება აღმოცენდეს, შეიძლება მატარებლით მგზავრობის დროს მანქანით და ნებისმიერი ტრანსპორტით ან ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ პირიქით წონასწორობის მდგომარეობაში გადასვლის დროს შეიძლება აღმოცენდეს. თუ ეს ადამიანს აქვს ასეთი შეგრძნებები, სასურველია რომ დაიცვას ეს მგზავრობის წესები და შესაბამისად სიმშვიდეში გადასვლაც. იცი რა მინდა ვიკითხო, ეს შეიძლება იყოს უეცარი. ან რას გულისხმობ? მაგალითად, აი ეკავ რაც ეკითხა პრინციპში მაგ კითხვის გაგრძელება გამოდის, ან მე შეიძლება რომ ისე
შევხვდო უკვე ვერტიგოს, რომ აქამდე ნიშნები არ მქონია და რამდენად შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს ვერტიგო უშუალოდ ფიზიკურ ტრავმასთან. თუ ეს არ არის ყოველთვის ფიზიკური ტრავმა, ამის თქმით და ფიზიკური ტრავმა აუცილებელი აუცილებელი არ არის, მაგრამ შეიძლება ფიზიკურმა ტრავმამ ფიზიკურად შეერყევის გამო თავის ტვინის გარკვეული სტრუქტურების დაზიანება, მათ უკანაფოსო სტრუქტურების დაზიანება, სმენის ნერვის ვესტიბულური ნაწილის დაზიანება, მათ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი თავბრუსხვევის. ანუ გამოწვევის მიზეზი ბევრია. ბევრია. და არა მაინც ის რომ თავი მივარტყი. მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ვესტიბულური შაკიკიც არსებობს. რომელიც რეალიზდება ესეთ სისტემურ თავბრუსხვევაში, თუმცა შაკიკი თანხლებულია თავის ტკივილი, თუმცა შეიძლება ზოგჯერ ეს ვერტიგო ჭარბობდეს ვესტიბულური შაკიკის დროს თავის ტკივილის შეგრძნებას. ანუ თავბრუსხვევა უფრო იყოს გამოხატული, ვიდრე თავის ტკივილი. ერთი არის შეგრძნებების დონეზე მიხვედრა, რომ რასთან გვაქვს საქმე და მეორე დიაგნოსტიკა. რას მოიცავს დიაგნოსტიკა, რომ ზუსტად ექიმმა უთხრას პაციენტს, რომ აი ეს პრობლემა აქვს მას. პაციენტი ნებისმიერი თავბრუსხვევის წარმოშობის შემთხვევაში მიმართავს ექიმს და მივიდეს ექიმთან აუცილებლად და ექიმი ძირითადად კვალიფიციური ექიმი, რითიც დაკომპლექტებულია ნევროლოგიის ჩვენი ნიუ ჰოსპიტალსის ნევროლოგიის ცენტრი, ძალიან შეიძლება ითქვას მარტივად გაარკვევენ ამ ვერტიგოს წარმოშობის მიზეზს და იმოქმედებენ შესაბამისად. იმის დამიხედვით თუ რა არის გამომწვევი მიზეზი ვერტიგოსის შესაბამისად მკურნალობაც სხვადასხვა. თუ კეთილთვისებიანი ვერტიგოსთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში შეიძლება სპონტანური რემისიაც მივიღოთ და თავისთავადაც გაუაროს ადამიანს ჩარევის გარეშე ამ თავბრუსხვევა და მოწოდებულია გარკვეული ესე იგი ტესტები დასადგენად ვერტიგოს ხასიათის და რისგან არის გამოწვეული ეს კვალიფიციური ნევროლოგის გასინჯვითაც კი შესაძლებელია ძირითადი ინფორმაცია მიღებული იყოს ამის შესახებ. მაგრამ არა დაასრულე და მე გეკითხავ. მაგრამ არსებობს დამატებითი კვლევის მეთოდები, მაგალითად ნევროლოგი მიმართავს ოლპაიკის ცდას, რომელიც ზუსტად აი ამ კალციუმის მარილების მიგრაციის ლოკუსის დასადგენათაც კი გვეხმარება. ანუ დღეს ყველა შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს ორგანიზმში და როგორ უშუალოდ. ყველა ექიმი ამბობს ხოლმე, რომ კურნალობა უფრო რთულია ვიდრე პრევენცია. მე არ ვიცი ახლა რამდენი წინაპირობას თქვენ ჩამოთვალეთ, რამდენიმე პრევენციაზე შეიძლება ვიზრუნო, მაგრამ ზოგადი რეკომენდაციები რა შეიძლება იყოს გავდანოთ, რომ უშუალოდ ვერტიგოსთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება? ამის თავიდან აცილება მოგახსენეთ აი გარკვეული პრევენციული ღონისძიებები ამ შემთხვევაში თუ პოზიციურ კეთილთვისებიან თავბრუსხვევასთან გვაქვს საქმე, ხოლო თუ ტვინის სხვა სტრუქტურის დაზიანების შედეგად აღმოცენდა ვერტიგო ამ შემთხვევაში რასაკვირველია კვალიფიციური ნევროლოგი, ზოგჯერ ნეიროქირურგის ჩარევაც კი ხდება საჭირო მკურნალობა. ანუ ამ ქირურგიულ მკურნალობამდე დიახ, შესაძლებელია, როცა უკანაფოსო სტრუქტურები, მაგალითად ნათხემის ჰემორაგია, მათ ნათხემი არის წონასწორობაზე პასუხისმგებელი ორგანო თავის ტვინის და მისმა დაზიანებამ შეიძლება ვერტიგო მოგვცეს. ამ შემთხვევაში ნეიროქირურგიული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო. რაც შეეხება აი თვითონ ამ კეთილთვისებიანი პოზიციური თავბრუსხვევის სამკურნალოდ ამ შემთხვევაში აი თქვენ ახსენეთ ჩასწორება კალციუმის მარილების ამ შემთხვევაში არსებობს ესეთი მანევრები, ეფლის მანევრი ქვია ასეთ კურნალობის მეთოდს, მოძრაობები, რომლის საშუალებითაც ვცდილობთ აი ამ რკალოვანი არხებიდან გამოვდევნოთ ეს კალციუმის მარილი და დაუბრუნოთ. ოღონდ ეს კეთდება რა თქმა უნდა ექიმთან ერთად ისევე თვალყურეობის ქვეშ. და უნდა მოგახსენოთ, რომ ვერტიგო ეს არ არის დაავადება. ვერტიგო არის სიმპტომი. სიმპტომი არის დაავადების. დიახ, თორე რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, ეს უკვე ექიმმა. თუმცა ძალიან ყურადსაღების სიმპტომია ცალსახად და მე რამდენადაც გითხარით, რომ პრაქტიკაში ნახე, მაგრამ როგორ რთული შეიძლება იყოს ეს ვერტიგო. არ არის სახუმარო ამბავი და აუცილებლად ექიმთან ერთად მისასვლელი. ამისთვის უნდა ვიცოდეთ ნიუ ჰოსპიტალში რა შესაძლებლობები გვაქვს, რა უნდა ვიცოდეთ, როგორ ხდება დიაგნოსტიკა, ვინდგანან ამ დიაგნოსტიკის უკან. და როგორ ხდება მკურნალობა. და როგორ ხდება მკურნალობა.
ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მიმეორებ, უნდა მიმართოს კვალიფიციურ ნევროლოგს ასეთი შეგრძნებების აღმოცენების შემთხვევაში პაციენტმა. დიაგნოსტიკას რაც შეეხება, აქ გააჩნია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა სტრუქტურის დაზიანებასთან გვაქვს საქმე, შეიძლება დაგვეხმაროს ნეიროვიზუალიზაციის მაღალტექნოლოგიური საშუალებები, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში ვესტიბულომეტრია, ნისტაგმოგრაფიით, ესეთი კვლევაც სტარტდება, შეიძლება სმენის გამოკვლევა, აუდიომეტრიული კვლევის ჩატარება, რაშიაც ოტოლარინგოლოგები მონაწილეობენ გამოცდილი ჩვენ კლინიკაში ოტოლარინგოლოგები. ხო, რაც შეეხება კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხოვის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ექიმის გასინჯვა არის დიაგნოზის დადგენის შესაძლებლობა. ძალიან დიდი მადლობა და ამ საჭირო თემაზე საუბრისთვის, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი მაინც კი იცოდეს, აწუხებდეს გარკვეული სიმპტომატიკა, არ იცოდეს რასთან არის ეს კავშირში და არ იცოდეს როგორ მოიქცეს. დავემშვიდობებით ჩვენს სტუმარს. დავემშვიდობებით მაყურებელსაც.